იცი ძალიან ბევრი ადამიანი სრამს კითხვას, უნდა ვაპატიოთ თუ არა მას, უნდა გამოვიდეთ თუ არა სცენაზე და ვფიქრობ, ყველა არასწორ კითხვას სრამს. ხალხს უნდა იმსჯელოს, გულწრფელია თუ არა მისი ბოდიში და მე არ მაინტერესებს, გულწრფელია თუ არა. მან ისრაელი არ დაუზიანებია. მან დააზიანა ებრაელი ბავშვები ლონდონში, რომელთა სინაგოგებიც გასულ თვეში ცეცხლმოგიდებული ბომბებით დაარტყეს. მან დააზიანა ებრაელი სტუდენტები კოლუმბიაში და ისრაელს და ისრაელელებს არ აქვთ უფლება მათ სახელით აპატიონ მას. ხო იცით, ისევ და ისევ ამ თემას უბრუნდებით, მაგრამ რატო არის ასე შეპყრობილი საერთოდ? მას ხომ უამრავი ფული აქვს, ნიჭიერია, რატო, როგორ ხსნით ამას? ის ყველაფერს ტვინის ტრაუმას და ბიპოლარულ აშლილობას აბრალებს, მაგრამ ხომ იცით, ეს მართლა პასუხისგებლობის აღებაა? ხო, ანუ მე ეს არგუმენტი მომისმენია, რომ მას ფსიქიკური დაავადება აქვს და ვფიქრობ, ფსიქიკური დაავადება სერიოზული საკითხია, რომელსაც სერიოზულად უნდა მიუდგეთ. მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რომ თქვა, მე მივდივარ DEFCON 2 სამ ებრაელებზე, ან იმას, რომ გამოუშვა სიმღერა Heil Hitlerით, ან აიძულო ახალგაზრდა შავკანიან ბავშვებს, რომ მის მუსიკალურ ვიდეოში Heil Hitler იმღერონ. ეს ყველაფერი ფსიქიკურ დაავადებას არ უნდა დაბრალდეს. ეს არის ტაქტიკა, რომელსაც ის იხენებდა, იმიტომ რომ სურდა გამხდარიყო ცნობილი, სურდა მეტი მიეღო. ის უკვე ცნობილი იყო, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პოპულარობა და ყურადღება სურდა. და ეს არის ის, რასაც დღეს ბევრ ცნობილ ადამიანთან ხედავთ. გულისხმობ, ისინი ამას უფრო ხშირად ისრაელთან მიმართებაში აკეთებენ, მაგრამ მან ბოლომდე მიიყვანა და დააზიანა როგორც შავი, ისე ებრაული საზოგადოება. ეს არ არის ის, რისი პატიებაც შეგვიძლია. და იცით, მესმის, რომ ხალხი ამბობს, რომ უნდა ვაპატიოთ, უნდა ვიპოვოთ ჩუა, მაგრამ იუდაიზმი ამ ხრივ შემწყნარებელი არ არის. მაიმონიდი ძალიან მკაფიო იყო. ჩუა მოითხოვს, რომ დააბრუნო ის, რაც აიღეს, სანამ დაბრუნებას ითხოვ. და კანი არ მოუხსნია ეს სიმღერა. მან არა უნაზღაურა ზიანი იმ არტისტს, რომელსაც აწმენინა. მან არც კი გამოიტანა გაპიდვიდან სვასტიკის სიმბოლიკიანი პროდუქცია. ის ყველა ნაბიჯს აცდენს და პირდაპირ სტადიონზე გადადის. ასე რომ არ ფიქრობ, რომ ეს უნდა დაუშვათ. და იცით ამ კუთხით, მან თქვა, რომ შეხვდა რაბინებს და ასე შემდეგ. გულისხმობ, რა იქნებოდა სწორი თეშუას ნაბიჯი, რომ რეალურად გაეცნო ინფორმაცია და დაეწყო იმ ადამიანების განათლება, ვისაც მან თითქოს ასწავლა ებრაელი ხალხის სიძულვილი. ანუ თეშუა პირადულია, ეს ძვირია და ბილეთების გაყიდვებით არ მთავრდება. როცა მან ლონდონში თავისი გამოსვლა გამოაცხადა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მას მილიონობით დოლარი გადაუხადეს. მგონი ეს იყო 15 მილიონი დოლარი. ეს თეშუას გზა არ არის და მიზეზი, რატომაც ახლა ის ისრაელზეა კონცენტრირებული, ისაა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მას ვიზა არ მისცა. საფრანგეთმა გააუქმა, პოლონეთმა გააუქმა მისი გამოსვლა, შვეიცარიამ, ავსტრალიამ და Wireless ფესტივალმაც გააუქმეს მისი მონაწილეობა. ის არ გააღვიძებულა და არ აუჩევია ისრაელი. არ გადაუწყვეტია, რომ იცით, პირად მოგზაურობაში წასულიყო და მეტი ესწავლა. ევროპამ ისრაელში მიიმსხვრდია. და ეს არის ადამიანი, რომელიც თულით ცდილობს პასუხისგებლობის თავიდან აცილებას. და ამის ფასი არის ებრაული ღირსება. ასე რომ არ ვფიქრობ, რომ ამის უფლება უნდა მივცეთ. სხვა კითხვა ასეთია. თუ ის გადაწყვეტს ამის გაკეთებას, იყიდიან თუ არა ისრაელები ბილეთებს? ვფიქრობ, ისრაელებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება. წავიკითხე, რომ ისრაელის ორ წამყვან პროდიუსერს უარი უთქვამს. გადი ორონმა 2 თვის წინ თავი დაანება. ბარბი კლუბის მფლობელი ბოიკოტის ორგანიზებას აპირებს, თუ ეს მოხდება. მაშინაც კი პროდიუსერმა, რომელიც მომავალ თვეში თბილისში ქანიეს კონცერტს ათხოვს, თქვა, რომ ისრაელში კონცერტი წარმოუდგენელია. ისრაელის მუსიკალურმა ინდუსტრიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება. ერთადერთი, ვინც ამ ამბავს ისევ ავრცელებს, ის PR სპეციალისტებია, რომლებსაც ეს სათაური მისთვის სჭირდებათ. ან გონია, რომ ისრაელები ამას დათანხმდნენ. და იცით, პირადად მე Kanye West-ის მუსიკაზე გავიზარდე, ძალიან მიყვარდა. ვფიქრობ, ის ნიჭიერი არტისტია. მაგრამ ის, რაც მან ებრაულ საზოგადოებას გაუკეთა, ვერ ჩამოირეცხება უბრალოდ იად ვაშემში ვიზიტით. კარგი, დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის, ჩემ მაზიკ ძალიან ვაფასებ, მეგობარო. მადლობა მოწვევისთვის, ვაფასებ ამას.